მე ვარ ემილია ზოიძე 11 წლის. სწავლობ ბუკნარის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, ცეკვა და საჭმელების მომზადება. ამ სამიდან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. ცეკვაზე არ დავდივარ, მაგრამ ბავშვობიდან სულ ცეკვა. ცეკვა ვისწავლე ინტერნეტიდან და უფრო მომწონს ჰიპ-ჰოპი. დიდი ალბათობით მომავალი წლიდან შევალ ქართული ცეკვების წრეზე. მინდა ვიცეკვოდი სცენაზე და წინასწარ ვიცი რომ ვინერვიულობ. ისე ყველაზე მეტად ვინერვიულობ გამოცდებებზე და კიდევ კარგი რომ კარგად ვსწავლობ. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ არიან ძალიან კარგი პედაგოგები და მასწავლებლები, ასევე მეგობრებიც. ადრე ვსწავლობდი ჩაქვის ნომერ 1 საჯარო სკოლაში, იქაც მყავდა კარგი მეგობრები და კარგი მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის სესილი მჟავანაძე. ყველაზე ჭკვიანია დემეტრე გოხიძე. ყველაზე მშვიდია ელენე ცინარიძე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი, ცელქი და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. ინგლისურის გარდა კიდევ მინდა ვიცოდე ესპანური. საყვარელი მასწავლებელია თამრიკო ბარამიძე, იმიტომ რომ ის არის კეთილი, ჭკვიანი და კარგად ხსნის გაკვეთილებს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე იუთუბერი. სხვათა შორის უკვე მაქვს გამოცდილება, მაგრამ სამწუხაროდ დამბლოკეს. იმიტომ დამბლოკეს, რომ პატარა ვიყავი და ასაკი არ მიწყობდა ხელს. ეხლა მინდა ვიყო 21 წლის, რადგან ვიქნები ზრდასრული და ვივლი სადაც მინდა. მაგალითად ვიმოგზაურებ სხვადასხვა ქვეყანაში. პირველ რიგში მოვივლი მთელ საქართველოს და მერე წავალ ამერიკაში. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მზარეული. საჭმელების გაკეთება ახლა კარგად გამომდის და ეს არის ჩემი ერთ-ერთი ჰობი. პირველად საჭმელი რო გავაკეთე ვიყავი 9 წლის. ეს საჭმელი იყო შემწვარი კვერცხი. ეხლა ყველაზე კარგად გამომდის ფენკეიქების და ბლინების გაკეთება. მე ასევე მიყვარს ხატვა და მესამე კლასში ვიყავი, როდესაც შევედი ხატვის წრეზე და ძალიან მომეწონა და მაგით გამყვა ეს ხატვის ნიჭი. ახლა ხან გამოვედი, იმიტომ რომ ცეკვაზე უნდა შევიდე და დრო არ მეყოფა. ჩემი დროის უმეტესი ნაწილი იხარჯება თამაში და საჭმელების გაკეთებაში. ახლა სკოლის არ დადეგებია და ამიტომ ვცხოვრობ ესეთი გრაფიკით. ყველაზე ხშირად ვხატავ პორტრეტებს. ავტოპორტრეტის დახატვაც მიცდია, მაგრამ არ გამომივიდა ესეთი, როგორც სინამდვილეში ვარ. ჩემი საყვარელი ფერი არის ღია მწვანე და არ მიყვარს მუქი იასამისფერი. მაქვს დახვეწილი გემოვნება და ეს ფერი ჩემს გემოვნებაში არ ჩდება. ჩემთვის ყველაზე რთულია სახის დახატვა და ყველაზე ადვილია ყვავილის დახატვა. ყვავილებიდან მე ვგავარ ვარდს. ჩემს ნახატებს ვაგროვებ, იმიტომ რომ გავიზრდები, ვნახო როგორ ვხატავდი და გავიხსენო ბავშვობა. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 15 წლის ასაკში. მე მაქვს ძალიან კარგი ბავშვობა და ეს არის ჩემი მშობლების დამსახურება. სახლში ვცხოვრობ მე, ჩემი და დედა, მამა და ბაბუა. მეტი და-ძმა არ მინდა, იმიტომ რომ ჩემი და-ძმა მყოფნის ნერვების მომშლელად. ის არის 6 წლის და ქვია ელენა. ელენა არის მხიარული, ცელქი, სასაცილო და ლამაზი. ჩემი აზრით ის რომ გაიზრდება, გამოვა სტილისტი. ზედმეტად კარგად ვამბობ მასზე. ნერვების მომშლელია, მაგრამ ისე მიყვარს ვგიჟდები მასზე. მამიკო არის სიმპათიური, მშრომელი, მხიარული და ხანდახან სერიოზული. მე ვარ მისი პრინცესა და ის არის ჩემი სურვილების შემსრულებელი. დედიკო არის ლამაზი, ჭკვიანი, შრომის მოყვარე და მზრუნველი. ბაბუ არის მშრომელი, საქმიანი და კარგი ადამიანი. მიყვარს კითხვა, თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნი არის დოგმენის თავგადასავალი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი. მეორე ფული რომ ექნება, დავეხმარები უსახლკაროებს, ცხოველებს და ვიყიდი იმას, რაც საჭიროა ჩემს ოჯახისთვის. კიდევ ვიყიდი მანქანას და ტკბილობების მაღაზიას. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ემილია რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე ემილია დამარქვა დედიკომ და მომწონს ეს სახელი. მაგრამ მე ემილია რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა ნატალი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ესეთ შეკითხვას. რითია ბედნიერი? მე მაგალითად იმით ვარ ბედნიერი, რომ ვარ მუდამ ჩემს ოჯახთან ერთად. ბედნიერება არის ოჯახთან ერთად მოგზაურობა და მეგობრებთან ერთად გართობა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.